გამარჯობათ, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ მცირე ზომის ვიდეოს თაგვების მონიშნვასთან დაკავშირებით და არა მარტო თაგვების, რა თქმა უნდა. მოგეხსენებათ, რომ ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი არის მოვნიშნოთ და შევინარჩუნოთ თაგვის უნიკალური ნომერი და განსაკუთრებულად ეს მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება ხანგრძლივად მიმდინარე ექსპერიმენტს. დღეს წარმოგიდგენთ ტექნიკას, რომელსაც ვიყენებთ IntelliCage-ებში ცხოველების ინდივიდუალური ქცევის აღსაყრად, თუმცა შესაძლებელი არის, რომ აღნიშნული მანერა გამოიყენოთ ექსპერიმენტებში, რაც საშუალებას გაძლევს, რომ მოვნიშნოთ ცხოველი საიმედოდ და ხანგრძლივად. აქ წარმოდგენილი მაქვს ცხოველის გამოსახულება, რათა უკვე თავგვიქვათ საპროექციო არე. ეს გახლავთ ხელსაწყო, რომელთაც ხდება ამოკითხვა ნომრის, ხოლო ეს არის აპლიკატორი, სადაც მოთავსებულია მცირე ზომის, ასე რომ ვთქვათ, კაფსულა, რომელიც სწორედ კან ქვეშ უნდა იქნას ესე იგი შეყვანილი. გავუშვებ ახლა ვიდეოს და თან აგიხსნით თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი. აი ეს არის ის საპროექციო არე, სადაც უნდა შევიყვანოთ, ასე რომ ვთქვათ, ეს კაფსულა. თაგვი, რა თქმა უნდა იყოს ანესთეზიის ქვეშ და შემდგომ აი აქ ხდება კანის ნაოჭის ოდნავ აწევა და ისერს და კანს შორის არსებულ სივრცეში უნდა მოხდეს სწორედ აი ამ კაფსულის, ასე ვთქვათ, შეყვანა. გახსნილი მაქვს პაკეტი წინასწარ, რათა ადვილად მოვახდინო მისი ამოღება. აი ესე გამოიყურება. ეს გახლავთ რიდერი, როგორც მოგახსენეთ. მას აქვს ასევე ჩამკეტი, რომელიც უნდა მოვხსნათ, სანამ დავიწყოთ პროცედურას. ასევე უნდა მოვხსნათ პლასმასის თავი და შემდეგ აი ამგვარი მანერით, ესე იგი ავწიოთ კანი და გავისროლოსავით ეს მცირე ზომის კაფსულა, აი როგორც ხედავთ, საკმაოდ მცირე ზომის არის და ამას მოგახსენებთ ოდნავ მოგვიანებით. საკმაოდ ადვილად ხდება ამოკითხვა აი ამ კაფსულის, დაგფიქსირდა უკვე ნომერი რიდერზე. შეგიძლიათ ამოიწეროთ ის ნომერი, რომელიც არის, ასე ვთქვათ, რიდერზე, თუმცა რა თქმა უნდა არის ნომერი წარმოდგენილი იმ წებოვან სტიკერზე, რომელიც აპლიკატორს მოყვება. და კიდევ ერთი რეკომენდაცია, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ წავაკითხოთ, ასე რომ ვთქვათ, რიდერს ეს კაფსულა მანამ სანამ მოვახდენთ მის კანქვეშ შეყვანას, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის მუშაობს და არანაირი პრობლემა არ შეექმნება. კაფსულა არის, ანუ მუდმივად შეიძლება დარჩეს კანქვეშ, არის უსაფრთხო, არ უქმნის ცხოველს არანაირ დისკომფორტს, არც მტკივნეული არ არის და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს პროცესი ხდება ანესთეზიის ქვეშ და სულ რამდენიმე წუთი არის საჭირო, რომ შეყვანა მოხდეს აი ამ კაფსულის და ცხოველს ჰქონდეს თავისი ინდივიდუალური ნომერი. როგორც ხედავთ, საკმაოდ გრძელი ნომერი არის, თუმცა რა თქმა უნდა შესაძლებელია დაიმახსოვროთ, ხოლო ამოიწეროთ და დაიმახსოვროთ და არა ჩაიწეროთ და მივყვეთ ბოლო 4 ციფრს, რომელიც აქვს ამ უნიკალურ ნომერს. ახლა რაც შეეხება ზომებს, აი ეს კონკრეტული, რომელიც გიჩვენეთ, იყო თაგვისთვის და აი ეს ზომები არის, თუმცა რა თქმა უნდა ვირთაგვისთვის არის ცოტა უფრო დიდი და შესაძლებელი არის, რომ შეარჩიოთ თქვენი საჭიროების სამეფო. მადლობა დიდი.